და რამდენიმე საათში უკვე ახალი წელიც დგება, რამდენიმე წუთში კი ჩვენი მაყურებლის უპირობო რჩეული მეგა შოუ იწყება, იმედზე ცეკვავენ ვარსკვლავების მე-14 სეზონის პირველი ეპიზოდი გელით, როგორც შოუს შემქმნელები გვპირდებიან, ეს იქნება გამორჩეული სეზონი, რადგან კონკურსანტები ქართული ცეკვის სხვადასხვა ანსამბლის სოლისტები არიან. და რა გველის უკვე პირველ ეპიზოდში სალომე შანშიაშვილისგან გავიგებთ პირდაპირ მეგა შოუს პავილიონიდან. ტელეიმედის მეოთხე პავილიონში დიდი სამზადისი დასრულებულია, უკვე ყველაფერი მზად არის გამორჩეული სეზონისთვის, რომელიც ზუსტად 9 საათზე დაიწყება. ჩემთან ერთად არიან ის ადამიანები, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ეს პროექტი. ქალბატონი შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი, ბატონი ნოე სულაბერძე, მოგესალმებით, მიხარია რომ ხართ ჩვენთან ერთად. ქალბატონი შორენა, ამ შემთხვევაში იქნებით თუ არა უფრო მეტად მკაცრები და მომთხოვნები, იმიტომ რომ ორმა პროფესიონალმა უნდა იცეკვოს ერთად. მოგესალმებით კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან extraordinary სეზონი და ორი სხვადასხვა ჟანრის მოცეკვავეები, ქართული სამირსო ცეკვების შეასრულებენ სამირსო ცეკვებს. რა თქმა უნდა, უფრო მომთხოვნი იმიტომ ვიქნებით, რომ ეს იქნება უფრო დახვეწილი, უფრო ამაღლებული ხარისხით მოტანილი ნომრები. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. ნოე, რას გვეტყვი, როგორ მიმდინარეობდა რეპეტიციები, ძალიან მაღალი იქნება კონკურენცია და შესაბამისად საოცარი სანახაობა გველის წინ. კი, პირველ რიგში სალომე გილოცავ დამდეგ ახალ წელს, ისევე როგორც ჩვენს მაყურებელს, ქრონიკის მაყურებელს, იმედის მაყურებელს, წელს მართლაც გამორჩეული სეზონია და ესე ქვია კიდევაც თავისი შემადგენლობით და იმ ცეკვის ხარისხით, რომლის მოლოდინი დღეიდან ყოველ კვირაში ერთხელ გვექნება ყველას ერთად. ყველას ვინც ქმნის ამ შოუს და ვინც უყურებს ამ შოუს, რომელიც არის რეიტინგით, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში შეუდარებელი. მე შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი სეზონი იქნება მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ფორმატიდან არ გავდივარ და სულ სამეჯლისო ცეკვები იქნება, მაგრამ ალბათ ყველაზე ეროვნული, ყველაზე იდენტური თავისი შემადგენლობით, თავისი მონაწილეებით და სწორედ ეს იმის ნიშანია კიდევ რომ ქართული ტურით იწყება, საპრეზენტაციო ტური იქნება ქართული ცეკვები, ეს იცის უკვე იმედის მაყურებელმა და მგონია რომ ძალიან დაძაბული და საინტერესო სეზონი გველის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ერთ სიტყვით, სულ რაღაცა წუთები გვაშორებს ცეკვავენ ვარსკვლავების გამორჩეული ტურის დაწყებამდე და თუ თქვენ სახლში აპირებთ ახალი წლის შეხვედრას, ვფიქრობ, რომ ტელეიმედი ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია და პრინციპში ალბათ სხვა შემთხვევებშიც. მე კი ვისარგებლებ შემთხვევით, წინასწარ მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს სიკეთით და სიყვარულით სავსე 2026 თქვენ. დიდი მადლობა სალომე, ეს სალომე შანშიაშვილი იყო.